Bhagavad Gita, თავი პირველი, კურუქშეტრას ველზე შეკრებილ ლაშქართა დათვალიერება. ლექსი პირველი. დრიშტარაშტრამ თქვა, ო სანჯაია, როგორ მოიქცნენ მწირობის ადგილას, კურუქშეტრას ველზე შეკრებილი ბრძოლის ჟინით აღსავსე, ჩემი და პანდუს შვილები? განმარტება. Bhagavad Gita მკითხველთა ფართო წრისათვის ცნობილი თეისტური მეცნიერებაა, რომელიც განზოგადოებულია გიტა მაჰატმაში, გიტას ქებათა ქებაში. მაშინ ნათქვამია, რომ ადამიანმა გულდასმით შრი კრიშნას ერთგულის დახმარებით უნდა წაიკითხოს Bhagavad Gita და შეეცადოს მის საფუძვლიანად გაგებას რაიმე პირადი ინტერპრეტაციის გარეშე. არჯუნამ ეს სიბრძნე უშუალოდ უფლისგან მოისმინა და ეს უმაღლესი მოძღვრებაც აქედან შეიმეცნა. ეს არის მაგალითი Bhagavad Gita-ს სწორად გაგებისა. თუკი ვინმეს ბედი იმდენად გაუღიმებს, რომ შეძლებს Bhagavad Gita მოისმინოს უფლის ჭეშმარიტი წარმომადგენლისგან და ასე გააცნობიეროს იგი ყოველგვარ პირადულ მოტივებზე აგებული ახსნა განმარტებების გარეშე, მაშინ მისი ცოდნა მთელი ვედურის სიბრძნისა და მსოფლიოს ყველა წმინდა წერილის შესწავლით მიღებულ ცოდნას გადააჭარბებს. Bhagavad Gita-ში მოცემულია უკლებლივ ყველაფერი, რასაც სხვა წმინდა წერილები მოიცავენ და მკითხველი მასში მონახავს იმასაც, რასაც სხვისგან ვერსად მიაგნებდა. ეს არის გიტას განსაკუთრებული ღირსება. იგი სრულყოფილი თეისტური მეცნიერებაა, რადგანაც მას უშუალოდ ღმრთების უზენაესი პიროვნება უფალი შრი კრიშნა გადმოგვცემს. როგორც მაჰაბჰარატაშია აღწერილი, თემა, რაზედაც დრიშტარაშტრა და სანჯაია საუბრობენ, ამ დიდებული ფილოსოფიური ძეგლის საფუძველია. როგორც ვგებულობთ, Bhagavad Gita თავად უფალმა გადმოსცა კურუქშეტრას ბრძოლის ველზე, რომელიც ვედური ეპოქის უხსოვარი დროიდან მწირობის წმინდა ადგილად არის ცნობილი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უზენაესი დაეშვა დედამიწაზე, კაცობრიობის ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად. მოცემულ ლექსში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიტყვას დჰარმაქშეტრა, ადგილი, სადაც რელიგიური რიტუალები სრულდება. ვინაიდან კურუქშეტრას ბრძოლის ველზე ღმრთების უზენაესი პიროვნება არჯუნას მხარეზე იმყოფებოდა, კურუთა მამას დრიშტარაშტრას დიდად აეჭვებდა თავისი შვილების საბოლოო გამარჯვება. ამიტომაც ეჭვებით შეპყრობილმა უპირველესად ეს კითხა თავის ვეზირ სანჯაიას, რას აკეთებენ? იგი მანამდეც დარწმუნებული იყო, რომ კურუქშეტრას ბრძოლის ველზე საომრად შეიყარნენ თავისი და მისი უმცროსი ძმის, პანდუს შვილები. მიუხედავად ამისა, ეს შეკითხვა მაინც საჭიროდ ჩათვალა. იგი იმთავითვე წინააღმდეგი იყო, რომ ბრძოლაში ბიძაშვილები რაიმე დათმობაზე წასულიყვნენ. ამავე დროს მას აღელვებდა, რა ბედი ეწეოდათ ბრძოლის ველზე მის შვილებს, ვინაიდან ბრძოლა უნდა გამართულიყო კურუქშეტრაზე, რომელიც ვედების თანახმად თაყვანისცემის ადგილია, თვით ზეცის ბინადართათვისაც კი. დრიშტარაშტრას ისიც აშინებდა, რომ წმინდა ადგილი გავლენას მოახდენდა ბრძოლის შედეგზე, ანუ იგი არჯუნასა და პანდუს შვილებზე სასიკეთოდ იმოქმედებდა, ვინაიდან ბუნებით ისინი წმინდანები იყვნენ. სანჯაია გახლდათ რა ვიასას მოწაფე, მისი წყალობით დრიშტარაშტრას ოთახიდანვე ხედავდა კურუქშეტრას და მას დრიშტარაშტრაც ამიტომ აძლევდა კითხვებს ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების შესახებ. პანდავებიც და დრიშტარაშტრას შვილებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ დრიშტარაშტრას შეკითხვა ნათელსფენს მის ძმისწულებისადმი დამოკიდებულებას. მან განგებ მოიხსენია საკუთარი შვილები კურუთ და ამით პანდუს შვილები ოჯახის მემკვიდრეობას ჩამოაშორა. ცხადია, მას თავის ძმისწულებთან, პანდუს შვილებთან არაკეთილგონივრული ურთიერთობა ჰქონდა. ამ საუბრის დასაწყისიდანვე უკვე ნათელი გახდა, რომ კურუქშეტრას წმინდა ველზე რელიგიის უზენაესი მამა, შრი კრიშნა ისე აღგვიდა პირისაგან მიწისა დრიშტარაშტრას ძის, დურიოთანას მსგავსთ, ვითარცა ბრინჯის ყანიდან სარეველა ბალახს. სამაგიეროდ,
იქ იუთიშთირას მეთაურობით ჭეშმარიტად რელიგიურ პირებს დაამკვიდრებდა. ასეთი აზრი აქვს სიტყვებს თარმაკშეტრა და კურუკშეტრეს მათ ისტორიულ და ვედურ მნიშვნელობასთან ერთად. ლექსი მეორე. სანჯაიამ თქვა: ო მეფეო, თვალი მოავლო რა პანდუს შვილთა საბრძოლველად განლაგებულ ლაშქარს მეფე დურიოთანა თავის მოძღვარს მიუახლოვდა და შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა. განმარტება. დრიშტარაშტა დაბადებიდან ბრმა იყო. სამწუხაროდ იგი სულიერ ხედვასაც მოკლებული გახდათ. მან მშვენივრად იცოდა, რომ სარწმუნოებრივ საკითხში მისი შვილებიც მასავით ბრმანი იყვნენ და მტკიცედ სჯეროდა, რომ ვერასოდეს მორიგდებოდნენ დაბადებიდან ღვთისმოსავ პანდავებთან. მას ისიც ადარდებდა, რომ წირობის წმინდა ადგილზე ბრძოლა მათთვის სასიკეთოდ არ დასრულდებოდა. სანჯაიამ კარგად იცოდა, რატომ კითხა მას დრიშტარას რამ ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების შესახებ, ამიტომ სურდა გაემხნევებინა გულგატეხილი მეფე და დაერწმუნებინა, რომ მისი შვილები წმინდა ადგილის გავლენის გამოც კი არავითარ დათმობაზე არ წავიდოდნენ. ამ მიზნით სანჯაიამ მეფეს ამცნო შემდეგი: პანდავების საბრძოლო ძალების ხილვის შემდეგ მისმა შვილმა დურიოთანმა უმალვე მხედართმთავარ დრონაჩარიას მიაშურა, რათა არსებული ვითარება შეეტყობინებინა. ლექსში თუმცა თავად დურიოთანა მეფედ არის მოხსენებული, შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობის გამო მაინც იძულებული გახდა მხედართმთავრისთვის მიემართა. ამით მან ნამდვილი პოლიტიკოსის ალღო გამოავლინა, მაგრამ დურიოთანას თავისი დიპლომატიური ნიღაბი ვერ უფარავდა პანდავების საბრძოლო განლაგების ხილვით აღძრულ შიშს. ლექსი მესამე. ო ჩემო მოძღვარო, შეხედე პანდუს შვილთა ძლევამოსილ ლაშქარს, ასე გონივრულად რომ განულაგებია, შენს მოწაფეს, დრუპადას ძეს. განმარტება. ამ ლექსში ჩანს, დურიოთანა როგორ მოხერხებულად ცდილობს დიადი ბრაჰმანი მხედართმთავრის დრონაჩარიას მიერ დაშვებული შეცდომები აღნიშნოს. დრონაჩარიას გარკვეული სახელმწიფოებრივი დავა ჰქონდა მეფე დრუპადასთან, არჯუნას ცოლის, დრაუპადის მამასთან. ამ დავის გამო დრუპადამ დიდი მსხვერპლშეწირვა აღასრულა, რის შედეგადაც მისგან ისეთი შვილის ყოლის კურთხევა მიიღო, რომელიც დრონაჩარიას მოკვლას შეძლებდა. დრონაჩარიამ ეს მშვენივრად იცოდა და მაინც, როგორც დიდსულოვანმა ბრაჰმანმა, დრუპადას შვილს, დრიშტადიუმნას, როდესაც იგი სამხედრო ხელოვნების შესასწავლად მიაბარეს, უყოყმანოდ გაანდო ბრძოლის წარმოების მისთვის ცნობილი ყველა საიდუმლოება. ახლა კი კურუკშეტრას ბრძოლის ველზე დრიშტადიუმნამ პანდავების მხარე დაიჭირა და მისგან შესწავლილი საომარი წესების გამოყენებით სწორედ მან განალაგა პანდავების საბრძოლო რიგები. დურიოთანამ სწორედ ეს შეცდომა შეახსენა დრონაჩარიას, რათა მას ბრძოლაში მაინც გამოეჩინა სიფხიზლე და უდრეკი ხასიათი. ამით იმასაც გაუსვა ხაზი, რომ დრონაჩარიას იმთავითვე არ უნდა გამოეჩინა შემწყნარებლობა პანდავების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ მისი გამორჩეული მოწაფეები, რომელთაგან განსაკუთრებით საყვარელი და ნიჭიერი იყო არჯუნა. დურიოთანას ეს შეხსენება ერთგვარი გაფრთხილება იყო. ბრძოლაში ასეთ შემწყნარებლობას დრონაჩარიას უცილობელი დამარცხება მოჰყვებოდა. ლექსი მეოთხე. ამ ლაშქარში მრავალი გმირი მშვილდოსანია. ისინი ბრძოლაში ფჰიმასა და არჯუნას არ ჩამოუვარდებიან. მათ შორის არიან იუიუთანა, ვირატა და დრუპადას დარის სხვა დიადი მებრძოლები. განმარტება. მართალია, თავად დრიშტადიუმნა საშიშროებას არ წარმოადგენდა სამხედრო ხელოვნებაში უდიდესი გამოცდილების მქონე დრონაჩარიასთვის, მაგრამ მოწინააღმდეგეთა რიგებში მაინც მრავალი ისეთი ანგარიშგასაწევი სახიფათო მეომარიერია, რომლებიც ფჰიმასა და არჯუნასავით საშიშნი იყვნენ. დურიოთანამ გამარჯვების გზაზე დამაბრკოლებელ ძალად სწორედ ისინი მიიჩნიან, რა კი მანამდეც კარგად იცნობდა ფჰიმასა და არჯუნას სამხედრო ხელოვნებას. ლექსი მეხუთე. იქ არიან დრიშტაკეტუს,
ჩეკიტანას, კაშირაჯას, პურუჯიტის, კუნტიფოჯასა და შაიბას მსგავსი დიადი ძლევამოსილი გმირი მეომრები. ლექსი მეექვსე. იქ არიან ძლევამოსილი იუადჰამინიუ, უძლიერესი უტამაუჯა, სუფადრას ძე და დრაუპადის ვაჟიშვილები. ყოველ ამ მეომარს ეტლზე ამხედრებულს ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ. ლექსი მეშვიდე. ო შეუდარებელო ბრაჰმანო, ნება მიბოძე ჩვენი გამოჩენილი მხედართმთავრების შესახებაც მოგახსენო. ისინი განსაკუთრებული თვისებებით არიან შემკული და ჩემი სამხედრო ძალების წინამძღოლობას იმსახურებენ. ლექსი მერვე. ესენი ხართ თქვენ, მუდამ გამარჯვებულნი, შენ, ბhishma, კარნა, კრპა, აშვათამა, ვიკარნა და სომადატას ვაჟი, სახელად ფურიშრავა. განმარტება. დურიოთანა ჩამოთვლის გამოჩენილ გმირთა სახელებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მუდამ გამარჯვებული გამოდიან. ვიკარნა დურიოთანას ღვიძლი ძმაა, აშვათამა დრონაჩარიას ვაჟი, საომადატი და ფურიშრავა კი ბაჰლიკების მეფის ძეა. კარნა არჯუნას ნახევარ-ძმაა, ვინაიდან იგი მანამდე იშვა კუნტისგან, სანამ მეფე პანდუ შეირთავდა ცოლად. კრპჩარია დრონაჩარიას ცოლის ტყუპი ძმაა. ლექსი მეცხრე. აქ შეხვდები მრავალ სხვა გმირსაც, რომლებიც მზად არიან თავი გასწირონ ჩემთვის. ყველა წესისამებრ აღჭურვილია 1000 გვარი იარაღით და გამოცდილია სამხედრო ხელოვნებაში. განმარტება. რაც შეეხება ჯაიადრათას, კრიტარვას და შალიას, ყოველი მათგანი მზად გახდათ თავი გაეწირათ დურიოთანასთვის. ეს თავგანწირვა წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ისინი კურუქშეტრას ბრძოლაში უნდა დაღუპულიყვნენ, რადგან მათ ცოდვილი დურიოთანას მხარეს ბრძოლა აირჩიეს. ცხადია, ზემოხსენებული მეგობრების ერთობლივი ძალების მოიმედო დურიოთანას გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. ლექსი მეათე. ჩვენი ძალები განუზომლად დიდია. ამასთან, ჩვენ საიმედოდ გვიცავს ბაბუა ბhishma. პანდავთა ძალები კი შეზღუდულია, თუმცა მათაც საგულდაგულოდ მფარველობს ბhima. განმარტება. აქ დურიოთანა ერთმანეთს ადარებს ორივე მხარეს განლაგებულ სამხედრო ძალებს და ასკვნის, რომ მისი საომარი შესაძლებლობები განუზომლად დიდია, ვინაიდან მათ ყველაზე გამოცდილი მხედართმთავარი ბაბუა ბhishma იცავს. მეორე მხრივ, პანდავების ძალები ბევრად მცირეა და მათი მეთაურიც ბhimაა, ბhishmasთან შედარებით ნაკლებად გამოცდილი მხედართმთავარი. დურიოთანა ყოველთვის მტრობდა ბhimას, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ სიკვდილი მხოლოდ მისი ხელით ეწერა. ამჯერად კი დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში, რადგან მის მხარეს იდგა გაცილებით დიდი სარდალი, ბაბუა ბhishma. მისი გამარჯვების ეს ღრმა რწმენა უსაფუძვლო არ გახდათ. ლექსი მეთორმეტე. ახლა ყველა უკლებლივ მხარში უნდა ამოუდგეთ ბაბუა ბhishmas, როგორც კი ბრძოლის ასპარეზზე შესასვლელ მნიშვნელოვან ადგილებზე განალაგებთ ლაშქართა რიგებს. განმარტება. წინა ლექსში ნაჩვენებია თუ როგორ შეაქო დურიოთანამ ბhishmas სიმამაცე, მაგრამ მან ისიც გაითვალისწინა, რომ დანარჩენ მეგობრებს ვაი თუ დამცირებულად ეკრძნოთ თავი. ამიტომ ამ ლექსში იგი ჩვეული დიპლომატიით შეეცადა შექმნილი უხერხულობის გამოსწორებას. ჯერ ხაზი გაუსვა ბhishma-დევას უდავოდ უდიდეს გმირობას, მაგრამ რა კი იგი საკმაოდ მოხუცებული იყო, ყველას განსაკუთრებით უნდა ეზრუნა მის საიმედო დაცვაზე. ბhishma მხოლოდ ერთ ფლანგზე თუ იბრძოლებდა, მტერი ამით ისარგებლებდა და ბრძოლის სიმძიმეს მთლიანად მეორე ფლანგზე გადაიტანდა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ სხვა გმირებს არ მიეტოვებინათ თავიანთი სტრატეგიული პოზიციები, რათა მტერს საბრძოლო რიგი არ გაერღვია და თავისი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცემოდა. ეს კი მათგან დიდ თავგანწირვას მოითხოვდა. დურიოთანა გრძნობდა, რომ კურუთა გამარჯვება ყველაზე მეტად ბhishma-დევაზე იყო დამოკიდებული. მასთან ერთად დრონაჩარიას იმედიც ჰქონდა. მას ახსოვდა თუ არჯუნას ცოლის დრაუპადის მსოფლიოს დიდ მხედართმთავართა თავყრილობის წინაშე გაშიშვლებას როგორ უპირებდნენ.
უმწეო ქალი ყველას სამართლისკენ მოუწოდებდა. მათ კი სიტყვაც კი არ წამოწდენიათ. მან იცოდა, რომ ამ ორ მხედართმთავარს პარდავებთან გარკვეული სიყვარული აკავშირებდათ, მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ეს გრძნობა აქაც არ იმოქმედებდა მათ ქცევაზე, რაც ერთხელ უკვე გამოავლინეს პანდავებსა და კაურავებს შორის საპაექრო თამაშის დროს. ლექსი მე-12. მაშინ კურუთა დინასტიის დიდმა, მამაცმა მამამთავარმა, მეომართა ბაბუა ფიშმამ ძლიერად ჩაჰბერა თავის ნიჟარას და გამოსცა ლომის ღრიალის მაგვარი ხმა, რომლის გამოძახილმაც სიხარულით აავსო დურიოთანას გული. განმარტება. კურუთა დინასტიის მამამთავარს ესმოდა თავისი შვილიშვილის დურიოთანას გულის თქმა და თანაგრძნობისა და გამხნევების ნიშნად ისე ხმამაღლა ჩაჰბერა ნიჟარას, რომ სრულიად შეეფერებოდა ფიშმას ლომისებურ ძალას. ნიჟარა სიმბოლური ნიშანიც იყო ფიშმას ხელთ, რითაც მან ამცნო დამწუხრებულ შვილიშვილ დურიოთანას, რომ ბრძოლაში გამარჯვება არ ეწერა, ვინაიდან უზენაესი უფალი მოწინააღმდეგეთა მხარეს იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მისი ვალი იყო ებრძოლა თავდაუზოგავად. ლექსი მე-13. ამის შემდეგ უეცრად გაისმა დიდი და პატარა ნიჟარების, დავთაბების, საყვირებისა და ბუქთა ყურისწამღები ხმა. ლექსი მე-14. ამის შემდეგ მოპირდაპირე მხრიდან თეთრი ცხენებით შემმულ დიდებულ ეტლში მსხდომმა უფალმა კრიშნამ და არჯუნამ თავიანთ ღვთაებრივ ნიჟარებს ჩაჰბერეს. განმარტება. ფიშმადევას ნიჟარისაგან განსხვავებით, კრიშნასა და არჯუნას ნიჟარები აქ ღვთაებრივ ნიჟარებად არის წოდებული. მათი ხმა აუწყებდა მოწინააღმდეგეს, რომ კრიშნა პანდავებს უჭერდა მხარს და მათ გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. გამარჯვება მუდამ პანდუს ვაჟიშვილთა მსგავსი ხალხის მხარესაა, ვინაიდან უფალი კრიშნა მათთან არის და სადაც არ უნდა იყოს უფალი, ბედის ქალღმერთიც მასთანაა. იგი არასოდეს ტოვებს თავის მეუღლეს. ასე რომ არჯუნას გამარჯვება და კარგი მომავალი ელოდა, რასაც ვიშნუს, ანუ უფალი კრიშნას ნიჟარის ტრანსცენდენტული ხმოვანება იუწყებოდა. გარდა ამისა, ეტლი, რომელშიც ამჯერად ორი მეგობარი, უფალი და არჯუნა ისხდნენ, არჯუნას აგნიმ ცეცხლის ღმერთმა აჩუქა. ეს კი ეტლში მსხდომთა მიერ სამი სამყაროს საზღვრებში ნებისმიერი ქვეყნის დაპყრობაზე მიუთითებდა. ლექსი მე-15. უფალმა კრიშნამ ჩაბერა თავის ნიჟარას, რომელსაც პანჩაჯანია ერქვა, არჯუნამ თავისას, დევადატას, ფიმამ კი გაუმაძღარმა და დევგმირულ საქმეთა მოქმედმა თავის შიშისმომგვრელ ნიჟარას, რომელსაც პაუნდრა ერქვა. განმარტება. ამ ლექსში უფალი კრიშნა შრიკეშად ერთგულთა გრძნობების წარმმართველად არის მოხსენიებული, ვინაიდან მხოლოდ მას ეკუთვნის ყოველთა გრძნობები. ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელი ნაწილაკები არიან, ამიტომ მათი გრძნობებიც უფლის გრძნობათა განუყოფელ ნაწილაკებს წარმოადგენს. უფალი ყოველი ცოცხალი არსების გულშია და წარმართავს მათ გრძნობებს, მაგრამ ეს ხდება თავად ცოცხალი არსების მინდობის შესაბამისად. წმინდა ერთგულთა შემთხვევაში კი უფალი უშუალოდ ზედამხედველობს მათ გრძნობებს. აქაც კურუქშეტრას ბრძოლის ველზე იგი პირადად წარმართავს არჯუნას ტრანსცენდენტულ გრძნობებს, ამიტომ მისი ერთ-ერთი სახელია შრიკეშა. სხვადასხვა მოვლენის შესაბამისად უფალი მრავალი სახელით მოიხსენიება. მაგალითად, მათუსუდანა, ვინაიდან მოკლა დემონი მათუ, აგრეთვე გოვინდა, ვინაიდან სიამოვნებას ანიჭებს ძროხებსა და გრძნობებს, ვასუდევა, რადგან ვასუდევას შვილად მოევლინა დედამიწას, დევაკი ნანდანა, ვინაიდან მან დევაკი საკუთარ დედად მიიღო, იაშოდა ნანდანა, ვინაიდან ვრინდავანში ბავშვური გართობებით დაასაჩუქრა იაშოდა. პართა სარათი, ვინაიდან არჯუნას მეეტლე იყო, სწორედ ასევე მას უწოდებენ შრიკეშას, ვინაიდან იგი წარმართავდა არჯუნას გრძნობებს
კურუქშეტრას ბრძოლის ველზე. ამ ლექსში არჯუნა მოხსენიებულია როგორც თანანჯაია, რადგან იგი ქონების დაგროვებაში ეხმარებოდა თავის უფროს ძმას, მეფეს, რომელმაც სხვადასხვა მსხვერპლშეწირვის ჩასატარებლად ხარჯები გაიღო. სწორედ ასევე ფიმა ცნობილია როგორც ვრიკოდარა, ვინაიდან იმდენი შეეძლო ეჭამა, რამდენ დევგმირულ საქმესაც ჩაიდენდა. თუნდაც დემონი ჰიდიმბა მოეკლა. ამდენად პანდავების მხარეს მყოფთა მიერ აგუგუნებული ყოველი ნიჟარის ხმა დაწყებული უფლის ნიჟარით მხნეობას მატებდა საბრძოლველად თავშეყრილ მეომრებს. მოწინააღმდეგე მხარეს არ ყავდა ასეთი დიდებული გმირები, არ ყავდათ უზენაესი წინამძღოლი უფალი კრიშნა და მათთან არც ბედის ქალღმერთი იყო. ამდენად ისინი განწირული იყვნენ, წაეგოთ ბრძოლა. ნიჟარების ხმამაც სწორედ ეს აუწყა კურუქშეტრას ველზე განლაგებულ ლაშქარს.